აჭარას ტურისტები გიდის დახმარებით ეცნობიან. რეგიონში დღეისათვის 140-მდე სერტიფიცირებული გიდია, რომელთა 1 საათიანი მომსახურება 16 ლარში ადგენს. რეგიონის რომელი ღირსშესანიშნაობებით ინტერესდებიან ტურისტები და რის საფუძველზე აწვდიან ინფორმაციას გიდები ტურისტებს. სულხან მესხიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ლეილა გოგიტიძე უკვე მეათე წელია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს რეგიონის ისტორიას და თვალსაჩინოებებს აცნობს. სერტიფიცირებული გიდი ამბობს, რომ აჭარას ყველაზე ხშირად ირანელები სტუმრობენ და რეგიონის მიმართ ყველაზე მეტ ინტერესსაც ისინი იჩენენ. ლეილა ტურისტებს რეგიონის ისტორიას სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და გიდების ასოციაციის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს მეშვეობით აწვდის. ინფორმაცია კარგახანია უკვე დამუშავებულია, ამისთვის არსებობს პატარა სახელმძღვანელოც კი გამოცემულია, რომელიც ერთობლივად შეაგროვა ყველა გიდმა. ტურისტები უფრო მომრავლდა ამერიკიდან, შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ირანელი ტურისტია, უამრავი დღესდღეობით, აი მათ ტურებს ფაქტურად ვერ აუდივართ ხოლმე, მინდა გითხრათ და ხალხი, რომელსაც ყველაფერი დეტალურად აინტერესებს. ლეილა ტურისტებს ინფორმაციას სამ ენაზე უზიარებს. რეგიონის ისტორიას განსაკუთრებული სიფრთხილით თურქ ტურისტებს უყვება. იგი ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნის სტუმრებს ხშირად ახსენებს იმ ფაქტს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. როდესაც დგება საკითხი, რომ ჩვენ ექსკურსია უნდა ჩაუტაროთ თურქულ ენოვან ხალხს, ანუ გულისხმობ თურქ ტურისტებს, გიდები ყოველთვის ვართ გაფრთხილებული, რომ მათთან ვიყოთ სათუთად. მათ მივაწოდოთ ინფორმაცია რეალური, რაც არის ჩვენთვის მისაღები და რაც რეალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი ფორმით, რაც მათთვის შეიძლება მტკივნეული იყოს. აგატა და მატეო აჭარაში დღეს ჩამოვიდნენ. უცხოელი ტურისტები აცხადებენ, რომ საქართველო ბუნებითა და ისტორიით გამორჩეულია. პოლონელი სტუმრების თქმით, რეგიონში არსებული ტურისტული ადგილების მონახულებას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიღებული ბუკლეტების მეშვეობით აპირებენ. ბათუმში დღეს ჩამოვედი. პირველად ამ ქალაქში ევროპის მოედანზე მედიას ქანდაკება ვნახეთ. ალბათ იცით, რომ ეს თემა ყოველთვის აინტერესებს ტურისტებს. ვაპირებთ პიაცას მოედანიც მოვინახულოთ. ძალიან გვიხარია, რომ კარგი ამინდები შეგვხვდა და ბევრი თვალსაჩინოების ნახვა მოვასწარეთ. ჯერჯერობით ბათუმის ცენტრალური ადგილების დათვალიერება მოვასწარით. ძალიან მოგვეწონა მოცეკვავე შადრევანი, დღეს ველოსიპედით მოვიარეთ ბულვარი. ძალიან ლამაზი ბუნებაა თქვენი ძეგლები და სკულპტურები საინტერესოა. რა თქმა უნდა, სამომავლოდაც აუცილებლად ჩამოვალთ. გიდი არის ქვეყნის სახე და მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია უტყუარია, ამბობს გიდების ასოციაციის დამფუძნებელი თეონა ზოიძე. მისი ინფორმაციით ყველაზე დიდია მოთხოვნა კულტურულ, რელიგიურ და ეკოტურებზე. ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, ტურისტები ყველაზე ნაკლებად კაზინო ტურებით ინტერესდებიან. ჩვენთან ძალიან პოპულარულია კულტურული ტურიზმი, აგრეთვე პოპულარულია ეგრეთ წოდებული ქალაქის ტური, ანუ local tours. ძალიან მოსწონთ ბოტანიკური ბაღი, გონიეს ციხესიმაგრე. დღეისათვის რეგიონში 140-მდე სერტიფიცირებული გიდია, რომელთა 1 საათიანი მომსახურება 16 ლარში ადგენს.